გამშვიდობისა, თბილისის დროით 16 საათი და 19 წუთი გახლავთ რადიომეტის დღის არხის ფორმატში განვაგრძოთ მუშაობას და ჩვენ გამოვეხმაურებით დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს პროფესიული მომზადება, გადამზადების მოკლევადიანი პროგრამის ფარგლებში არსებულ შესაძლებლობას და ამ და არა მხოლოდ ამ თემაზე სასაუბროთ რადიომეტის სტუდიაში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორის მოადგილეს ხათუნა ცერცვაძეს მასპინძლობთ. გამარჯობა. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მსმენელს. მადლობა სტუმრობისთვის. პირიქით, მადლობა თქვენი. ქალბატონო ხათუნა, ჩვენ გამოვეხმაურებით ახლა მომზადება გადამზადების მოკლევადიან პროგრამას და მინდა დეტალურად შევიტყოთ და მსმენელებისთვის მაქსიმალურად ბევრი ინფორმაციის მიწოდება შევძლოთ, მაგრამ თავდაპირველად იქნებ ჩამოვთვალოთ სააგენტოს პროგრამები და შემდეგ უკვე ვისაუბროთ კონკრეტულად მომზადება-გადამზადებაზე და თქვენი პროგრამები სწორედ ამ ჭრილში დავინახოთ და განვიხილოთ. მოგესალმებით კიდევ ერთხელ და უღრმესი მადლობა მოწვევისთვის და ამ თემით დაინტერესებისთვის. თქვენის ნებართვით ორეთ სიტყვით ვიტყვი, რომ სააგენტო ფუნქციონირებს 2020 წლიდან და ჩვენ წარმოდგენილი ვართ როგორც თბილისში, ასევე ქვეყნის 10-ვე რეგიონში. და ასევე მუნიციპალურ დონეზეც ამ ეტაპზე 17 მუნიციპალიტეტში. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო მისი ძირითადი ფუნქციებიდან და მოვალეობიდან გამომდინარე ყოველწლიურად საქართველოს მთავრობა ამტკიცებს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამას და ამ პროგრამის მეშვეობით ჩვენ აი ამ მოწყვლად ჯგუფებს და დაბალ კონკურენტუნარიან პირებს, რომელთაც ჭირდებათ ეკონომიკური გაძლიერება და აქტიური შრომის ბაზარში ჩართულობა, მათ მხარდაჭერას უზრუნველყოფთ. წელს ჩვენ ვახორციელებთ როგორც გასულ წლებში მომზადება-გადამზადების მოკლევადიან პროგრამებს, ასევე გვაქვს ხელფასის სუბსიდირების პროგრამა, გვაქვს სტაჟირების პროგრამა და ასევე სუბსიდირებასთან დაკავშირებით წელს დავამატეთ ახალი კომპონენტი, ეს გახლავთ სუბსიდირების ხელფასის სუბსიდირების პროგრამა მაღალმთიან რეგიონში და ასევე ჩვენ გვაქვს სერვისები და განსაკუთრებით აღსანიშნავია საშუამავლო სერვისი, რაც გულისხმობს ერთი მხრივ სამუშაოს მაძიებლის და მეორე მხრივ დამსაქმებლის ეფექტურად დაკავშირებას ერთმანეთთან და ჩვენი პროგრამები და სერვისები მიმართული არის იქეთ ყველა სერვისი და პროგრამა მიმართული არის იქეთ, რომ ხელი შევუწყოთ და დავეხმაროთ იმ ადამიანებს, ვისაც ამის საჭიროება აქვს, რომ ეკონომიკურად გავაძლიეროთ და ჩავრთოთ აქტიური შრომის ბაზრის პოლიტიკაში. გასაგებია. ახლა დავუბრუნდეთ იმ კურსებს, რომელიც მოკლევადიანია, 1-დან 3 თვემდე პერიოდს მოიცავს. როგორც მე ვნახე 16 წელს ზევით ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ჩაერთოს. სად უნდა ნახონ ჩამონათვალი, ჩვენ ვიცით რომ არა ირიოს ასე ვთქვათ მსმენელი მოქალაქეები, ჩვენ ვიცით რომ არის პროფესიული სწავლების გარკვეული პროგრამები. ხალხი არის თბილისის მერიას აქვს, მხოლოდ თბილისის მოქალაქეებისთვის ამ კურსების გავლის დაფინანსების საშუალება. და არსებობთ თქვენ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო. თქვენთან როგორ უნდა დარეგისტრირდნენ და პროცედურულად როგორ უნდა მოიქცნენ, რომ ამ პროგრამით ისარგებლონ და ზოგადად პროგრამის მრავალფეროვნება, პროგრამის თემები, სწავლების მექანიზმები თუ სწავლების ადგილები, ეს ყველაფერი როგორ არის შერჩეული, წარმოდგენილი, მიწოდებული, სისტემა როგორია? ჩვენ როგორც წეღანაც ვახსენე, ვახორციელებთ მოკლევადიან მომზადება-გადამზადების კურსებს, ეს მოიცავს 1-დან 3 თვემდე კურსებს. ჩვენი კურსების შესახებ განაცხადები და ასევე ინფორმაცია, რა თქმა უნდა, ქვეყნდება სოციალური ქსელების მეშვეობით და ასევე ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით. ეს გახლავთ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ოფიციალური სოციალური ქსელი და ასევე ოფიციალური ვებგვერდი. ჩვენ უკვე გამოვაცხადეთ კონკრეტული კოლეჯების და ასევე იურიდიული პირების მიმართულებით განაცხადების მიღება. და ერთ-ერთი წინაპირობა, აუცილებელი წინაპირობა არის, რომ კურსი აუცილებლად უნდა იყოს ავტორიზირებული განათლების სამინისტროს ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ კურსს ვერ დავაფინანსებთ და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს კურსები არის სრულიად უსასყიდლო, სრულიად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. წელს გადავწყვიტეთ, რომ გამოგვეცხადებინა მიღება სექტორების მიხედვით. ჩვენ უკვე დავასრულეთ ესთეტიკის მიმართულებით
იურიდიული პირების შერჩევა, ამ ეტაპზე შევარჩიეთ 16 კურსი და უკვე ბენეფიციარების განაცხადების მიღებას დავიწყებთ ორშაბათიდან. პირველი ეტაპი არის კონკრეტული კურსის შერჩევა, კომისიურად ხდება სააგენტოში ამ კურსის შერჩევა და შემდგომ ეტაპზე უკვე კონკრეტულ კურსებზე ხდება ბენეფიციარების რეგისტრაცია. ასევე დავასრულეთ განაცხადების მიღება კურსების რეგისტრაციის, ეს გახლავთ კულინარია და სარესტორნო მომსახურება, სტუმარ-მასპინძლობის სფერო და შემდეგ უკვე ეტაპობრივად სხვა მიმართულებებზე გამოვაცხადებთ, ეს გახლავთ შინმოვლა, გერიატრია, ასისტენტი, დამხმარე ასისტენტი თუ ასე შემდეგ და ასევე შემდგომ ეტაპზე კიდევ გამოვაცხადებთ სამშენებლო მიმართულებით. ანუ თითქმის მოვიცავთ სრულად ყველა იმ კურსს, რაც არის მოთხოვნადი ბაზარზე და რაც ყოველწლიურად ეკონომიკის სამინისტრო კვლევას 2 წელიწადში ერთხელ კვლევას აქვეყნებს და მოთხოვნად პროფესიებს ადგენს და ჩვენც ამ მოთხოვნადი პროფესიებიდან გამომდინარე ვახდენთ ზუსტად ამ კურსებზე რეგისტრაციას და შემდგომ უკვე გადამზადებას. ანუ ის ვინც თქვენთან რეგისტრირდება, გადის რაღაც ფილტრს ალბათ. დიახ. ესეც საინტერესოა ფილტრიც. როგორც მე წეღან ვახსენე, ჩვენ ვართ წარმოდგენილი როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო სერვის ცენტრებს შეუძლია მიმართონ მოქალაქეებმა ჩვენი კარიერის კონსულტანტი ერთიან საინფორმაციო ბაზაში დაარეგისტრირებს, მოახდენს მასთან კარიერულ კონსულტირებას, მის უნარებს, საჭიროებებს გამოავლენს და შესაბამისად მოხდება ამ ადამიანების ამა თუ იმ კურსზე რეგისტრაცია. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ჩაერთოს, უბრალოდ ჩვენ გვყავს მოწყვლადი, ეგრეთ წოდებული მოწყვლადი ჯგუფები, რომელსაც პირველ რიგში ენიჭება უპირატესობა და მერე დანარჩენ სხვას და ეს მოწყვლადი ჯგუფები გახლავთ ახალგაზრდები, ასევე დევნილი მოსახლეობა, მიგრანტები, დაბრუნებული მიგრანტები, ასევე შშმ და სსმ პირები და ასევე ქალბატონები, რომლებიც არიან სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ. თუ კურსი დაკომპლექტება და შეივსება, შეგვიძლია მოლოდინის რეჟიმში დავუშვათ ის ადამიანები, ვინც მსურველები არიან მოლოდინის რეჟიმში და შემდგომ კიდე რომ გამოვაცხადებთ, უკვე მერე შეეძლებათ კურსებში ჩართვა. რაც შეეხება მიმდინარეობას, მე როგორც თქვი სექტორულად დავიწყეთ გამოცხადება და წინა წლებში ესეთი პრაქტიკა იყო, რომ თითქმის ვაცხადებდით საგაზაფხულო და საშემოდგომო მიღებას. ეხლა ესე არ გვექნება სექტორული გამოცხადება, მოგცემს იმის შესაძლებლობას, რომ პერმანენტულად თითქმის ყოველ მეორე თვეს და წლის განმავლობაში მუდმივად ვქონდეს ამა თუ იმ კურსზე სხვადასხვა მიმართულებებით კიდიახ მუდმივად ვქონდეს და ასევე დავუშვათ ეხლა თუ დავასრულეთ ესთეტიკაზე მიღება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ესთეტიკურ მიმართულებას აღარ გავიმეორებთ, არის კურსები, რაც ძალიან მოთხოვნადია, მაგალითად როგორც ესთეტიკა, ასევე კულინარიის მიმართულებით ძალიან მოთხოვნადია ეს კურსები და შემდგომში კიდევ რამდენიმე თვის მერე ისევ გავიმეორებთ ამ კურსებს. გასაგებია. მას შემდეგ რაც დარეგისტრირდნენ, რაღაც ფილტრი გაიარეს, კურსზე აღმოჩნდნენ. თქვათ, არ ვიცი, ესთეტიკის მიმართულებით. შეიძლება რაღაც კონკრეტულ რეგიონში ამ მიმართულების კოლეჯს ამ მიმართულების პროფილი არ ქონდეს პირობითად. იქ როგორ არის რაიონული ცენტრია, თქვათ რეგიონია თუ უკვე შერჩეული კოლეჯის შერჩეულ კურსზე რეგისტრირდებიან. ჩვენ შევარჩიეთ ახლა 16 კურსი ესთეტიკის მიმართულებით. და წინასწარ იცის დაახლოებით რომელ კოლეჯში წავა? დაახლოებით არა, ზუსტად იცის. რომ ეს პროფესია არის ამ კოლეჯში და თუ ვერ ივლის არც დარეგისტრირდება. რა თქმა უნდა და ეხლა ეს 16 კურსი არ არის, რა თქმა უნდა, მხოლოდ თბილისს არ მოიცავს, ასევე არის იმერეთში, როგორც დასავლეთ საქართველოში, ასევე არის აღმოსავლეთ საქართველოში და მათ შორის დედაქალაქში. ყოველთვის პროცენტულად უფრო დიდი მაჩვენებელი არის დედაქალაქში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კოლეჯი და ასევე ორგანიზაცია, რომელსაც აქვს კურსის განხორციელების
ლიცენზია და ავტორიზება, რომელსაც აქვს, არ არის აუცილებლად კოლეჯი იყოს, შეიძლება იყოს იურიდიული პირი, რომელსაც აქვს უბრალოდ თუნდაც ესთეტიკის ცენტრი, რომელსაც აქვს მომზადება-გადამზადების კურსის განხორციელების უფლება. და მაგრამ ჩვენ ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება მეტი კოლეჯი და მეტი ორგანიზაცია ჩაერთოს რეგიონებიდან, რომ რეგიონის მოსახლეობას და იქ მცხოვრებ მოსახლეობას ადგილზე ქონდეთ მეტი შესაძლებლობა თუნდაც სწავლების, თუნდაც დასაქმების, თუნდაც სტაჟირების გავლის თუ ყველა იმ ბენეფიტის მიღება, რასაც დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო მათ სთავაზობს. პროფესიული სასწავლებლები თალსახად გასაგებია და მათ შესაბამისი კვალიფიკაცია გააჩნიათ. მაგრამ ჩვენ ვიცით, რამდენიმე წლის წინ ამოქმედდა სრულფასოვნად და აღიარებული იქნა არაფორმალური განათლების შესაძლებლობა, მით უმეტეს თუ ჩვენ აქ პროფილურ მომზადება ან გადამზადებაზე ვსაუბრობთ, არსებობს არაერთი მიმართულების ასოციაცია და სხვა ტიპის ორგანიზაცია, სადაც პრაქტიკულკაში მყოფი ადამიანები შემდეგ უკვე კურსის სახით არაფორმალური განათლების პროფილში სთავაზობენ როგორც სერვის. აი, არაფორმალური განათლების მქონე ორგანიზაციების სერვისებსაც განიხილავთ, იმისთვის რომ ეს კურსები დააფინანსოთ? კი, რა თქმა უნდა და ასეთი არაერთი დაგვიფინანსებია და ეხლაც წელსაც იქნება რამდენიმე ეგეთი ორგანიზაცია, იურიდიული პირი, რომელსაც აქვს კურსის განხორციელების უფლება და ჩვენ ამ შემთხვევაში თამამად ვაფინანსებთ და შემიძლია ვთქვა, რომ ამ კურსების გავლის შედეგად ძალიან მაღალია დასაქმების მაჩვენებელი, 50% აჭარბებს დასაქმების მაჩვენებელი, ასევე ძალიან კარგი შესაძლებლობა თვითდასაქმებისაც, დაუშვათ დიასახლისების შემთხვევაში და ქალბატონების შემთხვევაში განსაკუთრებით უჭირთ ხოლმე რაღაც ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, დაუშვათ იმ გრაფიკს მოერგონ, რასაც კონკრეტულია ესა თუ ის კომპანიას თავაზობს და თვითდასაქმება ამ შემთხვევაში რაღაც პროფესიის შეძენა მოკლე დროში და თვითდასაქმება მათთვის რაღაც ეტაპზე ძალიან დიდი შეღავათი არის ხოლმე და ასევე ზოგადად მინდა ვახსენო, რომ მოკლევადიანი მომზადება-გადამზადება და ზოგადად პროფესიული სწავლება არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და ყველაზე მოკლე გზა დასაქმების და მე მიხარია, რომ ბოლო წლებში და დღეს ეხლაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ექცევა უკვე პროფესიულ სწავლებას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია სწორედაც რომ დასაქმების ჭრილში. გასაგებია, მით უმეტეს დღევანდელ თანამედროვეობაში, ცვალებად თანამედროვეობაში ამ მოქნილობას და ამ მობილობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ლაპტოპში გვიწევს ადაპტირება რაღაც მიმართულებებში. მას შემდეგ რაც აარჩია და წავიდა სასწავლებლად, თქვენ აფინანსებთ. რა ბერკეტები და მექანიზმები გაქვთ იმისა, რომ ვიღაცამ შეიძლება აარჩია, გაიარა ყველაფერი, დაიწყო სერვული, იარა 1-2 დღე და რაღაც ლოგიკით და მიზეზით, არ ვიცი, შეიძლება ეგ ჯანმრთელობას არ გულისხმობ, გადაწყვიტა, რომ აღარ ივლის. რა მექანიზმები გაქვთ იმისა, ან ბერკეტი, რომ ეს გაკონტროლდეს, რომ ასეთი რამა არ მოხდეს, ან რაიმე ტიპის ვალდებულება აქვს თუ არა ადამიანს, რომელსაც ფაქტობრივად სახელმწიფო უხდის ამ კურსს და უფასო კი ქვია, მაგრამ ეს რაღაც ბიუჯეტში გახარჯული თანხა ხო არის? სამწუხაროდ ამისგან ვერ ვიქნებით დაზღვეული, რომ ყველა მსმენელი ბოლომდე გაივლის ამ კურსს, თუმცა კი ბერკეტი არის ის, რომ თუ კონკრეტულად დადგენილი გვაქვს რაღაც საათები მან ვერ გაიარა, შესაბამისად ანაზღაურება ვერ მოხდება და ის ბოლოში ხდება გადახდა? ხდება ეტაპობრივადაც, მაგრამ ანუ რაღაც ეტაპს გადაუხდით კოლეჯს და დანარჩენი რაც არიარა და საათები არ შეავსო? დიახ, თუ არიარა და საათები არ შეავსო, შესაბამისად ანაზღაურებასაც, ანუ თანხის გაცემაც არ მოხდება, მაგრამ შემიძლია თამამად ვთქვა, მქონია ეგეთი შემთხვევები, რომ ბოლომდე არ მიყავთ, მაგრამ დაინტერესება და мотиваცია იმდენად დიდი არის ხოლმე და საბედნიეროდ კოლეჯებიც მინდა ვთქვა, რომ ბოლო წლებში ხარისხი
ხარისხი ძალიან გაუმჯობესდა, კონკურენციაც გაიზარდა და შესაბამისად ხარისხზეც აისახა ეს ყველაფერი და ეს სწავლება და მეთოდები თუნდაც არა მხოლოდ მოიცავს თეორიულ სწავლებას, ასევე პრაქტიკულ სწავლებასაც მოიცავს ეს ყველაფერი და პრაქტიკასაც ალბათ ყველაზე დიდი დიახ, თეორიულ სწავლებასთან ერთად პრაქტიკული სწავლებაც არის ძალიან კარგი ინფრასტრუქტურით აღჭურვილი კოლეჯებია, როგორც სახელმწიფო, ესევე კერძო კოლეჯები და შემიძლია ვთქვა, რომ რა თქმა უნდა არის გამონაკლისები, რომელიც ბოლომდე არ ასრულებს ამას, მაგრამ ძირითადად ისეთი კატეგორია და ისეთი მოტივირებული არიან, რომ 90% მაინც ბოლომდე ასრულებს და იღებს სერტიფიკატს და წარმატებითაც საქმდება. ერთია რომ გაიარა კურსი, ისწავლა და მეორეა უკვე კურსდამთავრებულის ხარისხი და მისი შესაბამისობა ბაზრის მოთხოვნებთან და იმ კონკრეტული პროფილის მიმართულებით რა კუთხითაც მან აიმაღლა, ასე ვთქვათ, ცოდნა. აი ამ თვალსაზრისით როგორი გვაქვს შედეგიანობა? კვალიფიკაციის შესაბამისობა განათლების აი ამ კურსის შემდეგ ხარისხი, განათლების ხარისხი რამდენად არის ისეთი, რომ ამას ძირითადად ალბათ თავარი სტატისტიკური მაჩვენებელი იქნება მათი დასაქმების საბოლოო სურათი. ხო, აი აქედან თუ გამოვალთ, როგორც მე ვახსენე, იმ ჭრილიდან თუ გამოვალთ, რომ მათი 50%-ზე მეტი ახერხებს დასაქმებას წარმატებით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ხარისხიც ანუ აკმაყოფილებს მათი კვალიფიკაცია ამა თუ იმ დამსაქმებლის მოთხოვნას. თუმცა კი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს კომპეტენციას არ განეკუთვნება მათი კვალიფიკაციის ხარისხის გადამოწმება, ანუ ჩვენ აქ გასაგებია უკვე განათლების სამინისტროს ჩვენ აქ ესეთ სიღრმეებში ჩვენ ვერ ჩავდივართ, ეს ცდება ჩვენს კომპეტენციას თუმცა კი მინდა ვთქვა, რომ ციფრები გვაქვს. თუ სტატისტიკა ხო ნახევარზე მეტი და 60-70%-ია ეს მაგრამ ჩვენ ესევე მინდა რადგან ვახსენე წეღან პროგრამები გვაქვს, ძალიან კარგი პროგრამა, რომელიც არის სტაჟირების პროგრამა. სტაჟირების პროგრამაც იძლევა იმის საშუალებას, რომ რაღაც თეორიული ცოდნა თუ აქვს ადამიანს, უკვე პრაქტიკაში გაიმყაროს ეს ცოდნა და ჩვენ წინა წლებში სტაჟირების სტიპენდია იყო 200 ლარი 2024 წელს გავაორმაგეთ და გავხატეთ 400 ლარი და წელს უკვე 2026 წლის პროგრამაში სტაჟირების სტიპენდია არის 500 ლარი. ეს იქნება ფასიანი სტაჟირება? სახელმწიფო უხდის 500 ლარს სტაჟირების თითოეულ თვეში. სტაჟირება არის 1-დან 6 თვემდე და ესეც არის ძალიან კარგი შესაძლებლობა იმის, რომ კონკრეტულ კომპანიაში კონკრეტულ დამსაქმებელთან მივიდა 6 თვიანი პერიოდი აქვს, მაქსიმუმ 6 თვიანი, რომელსაც სახელმწიფო უხდის ყოველ თვეში 500 ლარს და ადგილზე თვითონ დამსაქმებელისაც ეძლევა შესაძლებლობა, რომ აი ამ პრაქტიკაში უკვე შეხედოს ამა თუ იმის კადრის კი და აქედან და ამ შემთხვევაშიც ეს სტაჟირების პროგრამაც ძალიან კარგად მუშაობს, ძალიან კარგი პროგრამაა, დაინტერესებაც დიდია, კარგად მუშაობს და ბევრმა კომპანიამ სტაჟიორი, მაგალითად, ჰქონდა ესეთი გამოცდილება ქუთაისში, რომ 15 სტაჟიორიდან 15-ვე დაიტოვა, იმდენად მოეწონა ყველა და ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა ერთი მხრივ თვითონ სამუშაოს მაძიებლისთვის და მეორე მხრივ ბიზნესისთვის. ამ შემთხვევაში ეს არის პრინციპში თქვენი სააგენტოს თავარი მოწოდებაც, ხო და სტაჟირების ამ პროგრამით ფასიანი, ეგრეთ წოდებული ფასიანი სტაჟირების ამ პროგრამით სარგებლობის უფლება ვის გააჩნია, ვინც მივიდა რაღაც კომპანიაში და ეუბნებიან რომ სტაჟირებაზე აგიყვან და შემდეგ მოაქვს ამის შესაბამისი დოკუმენტი თქვენთან თუ მაგალითად სტუდენტი ვინც სწავლობს პირობითად იურიდიულ ფაკულტეტზე და გადაწყვიტა რომელიმე საადვოკატო ბიუროში წავიდეს და სტაჟირება გაიაროს. აი ეგ როგორ არის რანჟირება? გაცრავად სტაჟირებასთან დაკავშირებით, სტაჟირების პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით კონკრეტული კომპანიები მოგმართავენ. თავად კომპანიები მოგმართავენ, კონკრეტული კომპანიები, რომ შეუძლიათ ამა თუ იმ სფეროში, ამა თუ იმ ვაკანსიაზე დავუშვათ აიყვანონ ამდენი რაღაც გარკვეული რაოდენობის სტაჟიორი და ჩვენ უკვე შემდგომ ჩვენი ბაზიდან და ჩვენ ბენეფიციარებიდან, ვინც შესაძლოა რომ ამის პოტენციურად კონდეს იმის შესაძლებლობა, რომ ჩავრთოთ ამ სტაჟირების პროგრამაში. გასრავად? დიახ. ვთავთ სტაჟირების პროგრამაში და ასევე შეიძლება თვითონ
თვითონ კომპანიამაც შემოგთავაზოს. გასაგებია. ისინი ვინც გადიან გარკვეულ მომზადებას და გაივლიან თქვენთან ამ მოკლებადიან კურსის დამთავრების შემდეგ თუ კი თქვენ გაქვთ რაღაცა ლისტი და რაღაცა სია იმ კომპანიებისა რომლებიც მზად არიან მიიღონ ესა თუ ის ადამიანი აქ თუ არა რაიმე ტიპის უპირატესობა თქვენ კურს დამთავრებულებს რომ მათ გაიარონ ეს ფასიანი სტაჟირება თუ ამ შემთხვევაში თავარია კომპანიამ მოგმართოთ და უპირატესობა კურს დამთავრებულს არ აქვს და ნუ ვინც იმ მომენტში შეიძლება შეესაბამებოდეს ამ კვალიფიკაციას. ნებისმიერი ჩვენი პროგრამის, ნებისმიერი ჩვენი სერვისის შემთხვევაში უპირატესობა აქვს ბენეფიციარს, უპირატესობა აქვს ჩვენ მოსახლეობას, ჩვენ ორიენტირებული ვართ, რომ სახელმწიფომ ამ შემთხვევაში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მეშვეობით რაც შეიძლება მეტი ბენეფიტი მოუტანოთ ჩვენ მოქალაქეებს და ჩვენ მოსახლეობას. ჩვენ რა თქმა უნდა ვითვალისწინებთ ბიზნესის მოსაზრებას, კომპანიების ინტერესებს, მაგრამ უპირველესი არის ჩვენთვის ჩვენი მოქალაქეები და მისი ინტერესები. პირველ რიგში გამოვდივართ მათი ინტერესებიდან და მე დანარჩენი სხვა. კი ბატონო. მოკლედ ბოლოსკენ რო წავიყვანოთ ჩვენი დიალოგი, ახლა არის დარეგისტრირების დრო, ხო? და რა მიმართულებაზე? ეხა ესთეტიკის მიმართულებაზე. დიახ, ესთეტიკის მიმართულებაზე 16 კურსი უკვე ორშაბათიდან დავიწყებთ ბენეფიციარების განცხადებების მიღებას უკვე შერჩეული გვაქვს კურსები და პარალელურად მიმდინარეობს სხვადასხვა სექტორების მიხედვით კოლეჯების და იურიდიული პირების განცხადებების რეგისტრაცია და შერჩევა. გასაგებია. მადლობა. პირიქით, მადლობა თქვენ. სტუმრობისთვის მნიშვნელოვანია თქვენი სააგენტოს წარმატებული საქმიანობა, იმიტომ რომ იდეაში იმ სტატისტიკურ მონაცემებში, რომელიც დასაქმების პროცენტულ მაჩვენებელს გვიჩენებს, აქ წვლილი შეაქვს სწორედ თქვენ მუშაობას და სწორი შესაბამისობა ბაზრის მხრიდან მოთხოვნისა და იმ ადამიანების გადამზადებისა, ვინც ნამდვილად შეავსებს ამ კვალიფიკაციის თავისუფალ ადგილებს, ამაში წვლილი შეტანა მარტივი საქმე არ არის და წარმატებებს გისურვებთ. მადლობა კიდევ ერთხელ სტუმრობისთვის. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორის მოადგილეს ხათუნა ცერცვაძეს მასპინძლობდით. ჩვენი მასთან დიალოგი რადიო მედიის Facebook გვერდზე აიტვირთება და ამას ვამბობ იმ ადამიანებისთვის, ვინც გვიან შემოგვიერთდათ, თემა დაგაინტერესებთ და გექნებათ სურვილი რომ გაიაროთ 1-დან 3 თვემდე კურსები, რომელიც უფასოა და ამას სააგენტო სახელმწიფო ბიუჯეტიდან ასე ვთქვათ იხდის და იმედი მაქვს რომ ბევრი ადამიანისთვის ვინც აპირებს მომზადებას ან გადამზადებას გამოიყენებს ამ მექანიზმს მით უფრო რომ 16 წლიდან ზევით ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება რომ ამ საშუალებით ისარგებლოს.